2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 35. დენის წყაროს მომჭერებს შორის ძაბვა ელექტრომამოძრავებელი ძალის 75% არის ტოლია წრედის გარეწინააღობის შეფარდება წყაროს შიგაწინააღობასთან. მოცემული გვაქვს, რომ დენის წყაროს მომჭერებს შორის ძაბვა U ელექტრომამოძრავებელი ძალის 75%-ია. 75% რადგანაც იგივე 3/4-ია, ამიტომ ძაბვა ტოლი ყოფილა ელექტრომამოძრავებელი ძალის 3/4 ნაწილი. და მოგკითხებიან, რის ტოლი არის წრედის გარეწინააღობის, ერი დავარქვათ, წრედის გარეწინააღობის შიდა წინააღობასთან შეფარდებას. ხო, მოდით ამოცანის ამოსახსნელად ჩავწეროთ ომის კანონი სრული წრედისათვის, რომელიც ტოლია ელექტრომამოძრავებელი ძალა გაყოფილი ერი გარეწინააღობასთან დამატებული შიგა წინააღობა და ცალკე ომის კანონს თუ ჩავწერთ უკვე წრედის უბნისთვის, რადგანაც ეს თავის მხრივ ტოლია ძაბვის შეფარდება წინააღობასთან და ამ ტოლობას გავუტოლებთ, ნახოთ რა გამოგვივა, ესე იგი U შეფარდება 1-თან ტოლია epsilon rs plus r. ნუ საიდანაც ძაბვა ტოლი გამოგვდის epsilon r-ის შეფარდება r plus 1-თან და თუ გავითვალისწინებთ მოცემულობას, უსმნიშნელობას შევიტანთ აქ, გამოგვივა რომ 3/4 epsilon-ი ტოლი ყოფილა epsilon r-ის შეფარდება r plus 1-თან, epsilon-ების შეგვეკვეცება და საიდანაც რა გამოგვდის. ჯვარედინად თუ გადავამრავლებთ, ახლა 4r ტოლი გამოგვდის 3-ჯერ r plus r, ეს ტოლი იქნება 3r plus 3r. 3r გადმოვიტანოთ მარცხნივ, დაგვრჩება რომ r უდრის 3r-ს, საიდანაც r-ის შეფარდებისთვის r პატარასთან ტოლი გამოგვდის 3-ის. ანუ პასუხი ყოფილა D.